საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს გასვლით ღონისძიებას გამართავს. კომისიის წევრები ხონის ყოფილ საპატიმროში მივლენ, სადაც მათი ინფორმაციით ნახავენ, რა პირობებში იმყოფებოდნენ პატიმრები ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს. მიმდინარე კვირაში კომისია საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვაზეც იმსჯელებს. გაგრძელდება კონკრეტული ეპიზოდების შესწავლა და სხვადასხვა პირის გამოკითხვა. პარლამენტმა გასულ კვირაში საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთი თვით 5 ივლისამდე გაუხანგრძლივა. 2012 წლამდე პენდენციურ დაწესებულებაში სუფევდა სრული კატასტროფა. ეს იყო ადამიანის უფლებების მასიური დარღვევის ფაქტები, ის სისტემური დანაშაული, რომელიც უბრალოდ არ შეიძლება გამოპაროდათ უცხოელ პარტნიორებს, თუმცა მაინც სააკაშვილი დემოკრატიის შუქურად იყო მიჩნეული, არადა საპატიმროებში აწამებდნენ და კლავდნენ ხალხს, აუპატიურებდნენ. ყველაფერს სისაძაგლეს ჩადიოდნენ, დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობა, მისი გასვლითი სხდომა ხონში კიდევ ერთხელ იქნება დასტური იმისა და რეტროსპექტივა იმ საზარელი ფაქტებისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა სააკაშვილის პერიოდში.